დეტალები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ბაზანის დაგეგმვის დროს. დავიწყოთ ფერებით, ღია ტონებიდან ვიწყებთ და ჩამოვდივართ მუქ-ტონებზე. ბაზანაში ძალიან ეფექტური არის აქცენტური კედლის გამოყენებაც. ძირითადად მე აქცენტურ კედელს ვიყენებ იატაკთან ერთად. ასევე მნიშვნელოვანი არის განათებებიც, ხოლო ჭერის განათება არ იძლევა საკმარის სინათლეს. მნიშვნელოვანია რომ აბაზანაში შესვლის დროს პირველად ვხედავდეთ სარკეს, დეკორს, ან რაიმე ლამაზ ნაწილს აბაზანის და არა მაგალითად უნიტაზს და საშყაპეს. რაც შეეხება სარკის და განათების თანამშრომლობას ერთმანეთთან, არასწორია განათება თუ თქვენსა და სარკეს შორის ჭრილს წარმოქმნის. სწორი განათების პოზიცია არის, როდესაც განათება დგას გვერდით ან ზემოდან. აბაზანაში პატარა სივრცის შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ვერტიკალური ზოლები, ამაში იგულისხმება განათება, კაფელის წყობა და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია რომ ერთფეროვნება დავარღვიოთ კონტრასტული დეტალებით. მე მაგალითად ძალიან მომწონს შავი ფერის ან ბრონზესფერი დეტალები აბაზანაში, ნიკელის და მეტალის ფერის ნაცვლად. ასევე თუ პატარა სივრცე გაქვთ, ეცადეთ რომ ნივთებს არ მოუწიოთ იატაკზე ყოფნა, ავეჯი იყოს ყოველთვის კედელზე, იყოს დახურული კარადები. თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებთ ინტერიერთან, რემონტთან დაკავშირებით, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში და შევეცდები გაგცეთ პასუხი. არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ტოვებით.